დაახლოებით 200-მდე ოჯახს მივაწოდეთ ცირედი ჩვენი საჩუქარი სოციალური სოლიდარობის ფონდის მიერ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ეს არ არის ბიუჯეტის თანხებით შექმნილი ფონდი, ეს არის ხელფასებიდან, როგორც დეპუტატების, ასე თანამშრომლების ხელფასებიდან ყოველთვიურად ფონდში გადარიცხული თანხა და იმ დევნილებს, რომლებიც ჩვენ მოგმართავენ სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ჩასახლებებიდან, ვცდილობთ დავეხმაროთ. ვეხმარებით აბსოლუტურად ყველას, ვინც მოგმართავს. ძალიან დიდი განსხვავება იმ სოციალურად დაცულსა და დაუცველს შორის ყოველთვის არ არის. ამიტომ ჩასახლებაში არავის არ ვტოვებთ და სხვათა შორის იმ ჩასახლებაში თუ არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, იმათაც ვითვალისწინებთ. ეს არის სოლიდარობის ფონდის მიერ მორიგად ჩატარებული აქცია, რომელშიც არის მობილიზებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრების შემოწირულობა, რომელიც ყოველთვიურად გროვდება და დავდივართ ქალაქებში, რაიონებში, კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში. ეხლა ვართ ბორჯომში, კიდევ ვაპირებთ მე ქუთაისში, ზესტაფონი, ზუგდიდი და ამ შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მუდმივ კონტაქტში ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან. სოციალური ფონი საკმაოდ რთულია, ძნელია, მით უმეტეს ამ COVID ინფექციის პირობებში, ამიტომ ნებისმიერი დახმარება მოცულობითი იქნება, რა მოცულობითი, ეს არის ის, რაც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ხალხს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს ამ COVID სიტუაციაში, ეს არის კეთილი ნება უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, თანამშრომლების, რომლებიც საკუთარი ხელფასიდან გამოყოფილი თანხით ვახერხებთ რაღაც ყურადღება მივაქციოთ. ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეწყვეტილი ქონდა, რომ არ ჩაეთვალათ, რომ ეს წინასაარჩევნო ნობათი იყო და რაღაცის გულისთვის ვაკეთებდით, არ ყოფილა ეს ასე. უკვე თითქმის 2 წელია, რაც ჩვენ ამ საქმიანობას ვეწევით.